ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და თუ თქვენ გაინტერესებთ სად და რა საქმიანობენ კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები, მაშინ უყურებთ პროგრამა ინფორმატორი 20 იანვრის გამოშვებას კომპანია ყაზბეგთან და ლაილაისთან ერთად. ნინი ბადურაშვილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე მუშაობს, რომლის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. თუ როგორი გამოვა სიმღერა, ამას ჩვენი სიუჟეტიდან ნაწილობრივ მაინც შეიტყობთ. ამჟამად მუშაობ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე ისევ. ტექსტი ეკუთვნის მანანა გურგენიძეს, არანჟირება ბორი კოშხიანს, იწერება სანო სტუდიაში და მუშაობს ლევან ლაზარეშვილი. ვიცი რომ ვერ გავაჩენებ დროს, ხედავ თენდება, უკვე თენდება, სასაული იწყება. ეს მეორე სიმღერაა, ერთად რასაც ვაკეთებთ და მთავარია იყოს ხმაზე და იყოს მონდომებული და დანარჩენი ბევრი მითითებები არ ჭირდება თვითონ ღერის თავისთვის ჩვენივრად. არა, ვერ მივხვდი. მოიცა? ესე იგი. გაგზავნება გზა. მე ვფიქრობ, რომ აი არის უნიჭიერესი კომპოზიტორი და ყველა სიმღერა მისი რაღაც განსხვავდება, არც ერთი ერთმანეთს არ გავს. ამიტომ ესეც რაღაცა სხვანაირი და ძალიან კარგი გამოვა, მე ესე ვფიქრობ. მომანატრებს და ეს იყო. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, როგორც იცით, არაერთი კულტურული ღონისძიება იგეგმება. ამის შესახებ გავესაუბრეთ თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროს ბატონ დათო ოქიტაშვილს. ის, რაც 25 იანვარს მოხდება ოპერაში, არ ყოფილა საქართველოს ისტორიის მანძილზე არასდროს. აქ არის თავშეყრილი მსოფლიოს, რა ვიცი, მე გავასწავლე, არ ვიცი, ხა მე სახელებს ჩამოგიტვით, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ლექსო თორაძე, საშა კორსანტია, პატა ბურჭულაძე, ლიანა ისაკაძე, ბადრი მაისურაძე, მარია გულეგინა, აქვე მონაწილეობენ რუსთავი და სუხიშვილის ანსამბლი, დირიჟორები არიან ვატო კახიძე და ვახტანგ მაჭავარიანი. რა ვიცი, მე შინა რომ ვინმე არ გამომჩეს, მე ერთი რამე დავთქვა, რომ აქ კიდე ერთი ამაღელვებელი ფაქტი მოხდა, ეს ლექსო თორაძე საქართველოში არ ყოფილა 12 წელია. და მან ისრაელში თავისი კონცერტი გადადო და 24-ში ის უკვე თბილისში იქნება. კონცერტის რეჟისორები არიან ბატონი ავთოვარციმაშვილი და გოჩა კაპანაძე, მუსიკალური პროდიუსერი გახლავთ ქალბატონი მარინა ბერიძე. ასევე რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 10 საათზე გაიმართება სუხიშვილების ასაფართის საკლუბო ვარიანტი. ამ კონცერტსაც ორმაგი დატვირთვა აქ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენით რომ ეს პროექტი 27 იანვარს სრულდება. და დედაქალაქის მოსახლეობას და არა მარტო დედაქალაქის მოსახლეობას შეუძლიათ უსასყიდლოდ 25 იანვარს საღამოს 10 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ნახონ სუხიშვილების ეს საკლუბო ვარიანტი სასაფართი. როგორც იცით, ამ ბოლო დროს მუსიკალურ სამყაროში ცნობილი მუსიკოსების პოპულარული ჩანაწერების თავიდან გამოცემის ტალღა აგორდა. ქართველმა მუსიკოსმა გია სალაღიშვილმა გადაწყვიტა ლეგენდარული ბითლსის კომპოზიციები არა მარტო თავიდან გამოუშვეს, არამედ მას თავისი ინტერპრეტაციაც გაუკეთოს. და ეს ყველაფერი თბილისში, სანო სტუდიაში ხდება.
პროექტი დიდი ხნის უკანაც ვაკეთებდით ამას, მაგრამ მაშინ ქონდა ეგეთი ვერსია კლასიკურად გავაკეთე რა. ახლა გადავწყვიტე რომ უფრო ეგეთი AC ჯაზის ფუნდამენტზე დავალაგოთ ბიტლების თემები რა. რამდენიმე თემა გაგებული და ვცდილობთ იმის გაკეთებას. თულიცაა და პრეტენზიულიცაა, იმიტომ რომ ყოველთვის წინააღმდეგობაში მოხვდები, ვინც უნდა მოусმინოს რა, ხა არ მინდა დავასახელო რა, რომელიმე თემა ხო, ბიტლების ყველას უნდა რომ ისე ესმოდეს დაუშვათ რა ტრადიციულად და სტანდარტულად და შე რაღაც თავაზობ აბსოლუტურად სულ სხვა ყოველ შემთხვევაში ესე ვცდილობ, რომ შევთავაზო სულ სხვა ჟღერადობით და სულ სხვა მუსიკალური გადაწყვეტით რა. თვითონ მელოდიურ ხას ხელს არ ვკიდებ რა, იმიტომ რომ მართლა არ შეიძლება ბრილიანტებია იმის ხელის ხლება რა, მაგრამ თვითონ რითმიული მხარის მიდგომა, ჰარმონიული მიდგომა არის აბსოლუტურად შეცვლილი რა, ეს სხვანაირი ესეთი სადაც ბევრი აკორდია გამოუხშირეთ, რაღაც ბოვაკელი აკორდები და რაღაც ესეთი ძალიან თავისებური მიდგომეთა. ინსტრუმენტები არის ძირითადად იქნება დასაწყმელი ინსტრუმენტები, ბასი, ვიბრაფონი, შეიძლება იყოს მარიმბაფონი, ეგეთი დასაწყმელი ინსტრუმენტია და შეიძლება ვიხმაროთ, რა ვიცი, აი ეფექტებისთვის კლავიშებიანი ინსტრუმენტი რა. ან შეიძლება სადმე ვოკალიც იყოს გამოჩნდეს რაღაცა ფრაზით, აი მით მინიშნებებით რა. ზაფხულისკენ უფრო ხო იქნება უკვე პრეზენტაციასაც თუ მოვაბავთ თავს, კაი იქნებოდა ალბათ მაგ პერიოდისთვის რა. ლიტერატურული საღამოების საუკუნოვანი ტრადიცია შეიძლება ითქვას თანამედროვე თბილისის უძველეს ტრადიციად რჩება და ახლაც ისევე როგორც წლების წინ შეძლების დაგვარად სისტემატურად ეწყობა ესა თუ ის საღამო. ამჯერად ინფორმატორი ლიტერატურულ კაფეში პოეტ ზურაბ თველიაშვილთან შეხვედრას დაესწრო. ანგელოს ფრთები, ბერს ბიბლია, ბიბილოს ბაგე. ქალის ტაძარი კარადა, მის საკალობლებს ყრუკარის მიღმა გადავალოს მეგარდერობა. ირდანა აშრამს, ჰარე კრიშნას, ჯალათებს კუნძი. სიყვარულს სექსი, როცა ზღვაში არ ცხრება ღელვა. მშვიდად ილოცე დედოფალო, ხოლო ჩემ გესმის, ჩემი სხეულის უსაშველოდ მარტივი ენა. პირველი. მათ უფლება დაიბადონ სიკვდილზე ადრე, რომ მოხაკრებით სიმღერაზე გავარდნენ კარში. მათ უფლება აქვთ ყველაფერი აკეთონ კარგად და მშვიდად მოვუდნენ მომავლისთვის მათი ნება. ჩვენ არ გჭირდება ესეთი პოპსი კულტურა, ჩვენ გვინდა ნამდვილი კულტურა, ხო? საქართველოს ჭირდება ჯანსაღი პოეტიკა. და არა მარტო პათეტიკა. აქედან გამომდინარე ზურა ესეთი პოეტი მგონია. ამიტომაც მოვედი დღეს მაგის მოსასმენად. შეუნთეს საწოლებს ქვემოდა კოცონი, მე შენი ღირსების ორდენი მკიდია, დიდ სამშობიარო ღვინებს გამოცდი, რომ აღარ დასრულდე, რომ აღარ ვიდია. ამ ორი თვის განმავლობაში მოყოლებული ამ რევოლუციური მოვლენებიდან დღემდე მოსული, ესე იგი უამრავ ადგილას გვიხდებოდა აი ესეთი ცოცხალი შეხვედრა აუდიტორიასთან და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს არა მარტო ავტორს, არამედ აუდიტორიასაც. და ლუდით მონათული თაობის მესას ჩვენ ვეძებთ მამას მტვრიანი და გრძელი ქუჩებით და სიდიჟიბდა გადაყრილებს ეს უნდა გვეთქვა. ყური დაუგდეთ პანელების ალილუიას. მე ვთვლი რომ ეს განეკუთვნება ისეთ პოეზიას, რომელიც ასოციაციის და შეგრძნების ფარგლებს ცილდება და გადადის უფრო რაღაც მეტაფიზიკურში. საინტერესოა. დროა ახლა ალბათ დავიტუმბოთ ახალი ენერგიით, რომ მივხედოთ იმ საქმეს, რასაც ქვია კულტურული გარდაქმნები. რომ რევოლუცია ყოველთვის სავსეა და ყოველთვის სრულფასოვანია, როდესაც მის ყველა ფლანგზე ხდება გარდაქმნა და ეს ეხება თავისთავად კულტურასაც. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.